ჩვენ ვერ გამოვთქვამდით P და V ბგერებს, სანამ ჩვენი კვების რაციონი არ შეიცვალა. როდესაც ადამიანები გადავიდნენ მაგარი, უმი საკვებიდან რბილ, სასოფლო-ამეურნეო დიეტაზე, მათი ყბების ევოლუცია დაიწყო. ზედაყბის გადმოწევა უფრო გავრცელებული გახდა, რამაც შესაძლებელი გახდა ტუჩისა და კბილების კონტაქტი, რაც აუცილებელია ამ ლაბიოდენტალური ბგერების წარმოსათქმელად. ამ ცვლილებამ, რომელიც რბილმა საკვებმა გამოიწვია, არა მხოლოდ ჩვენი კბილები, არამედ კომუნიკაციის ხერხიც შეცვალა. ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, როგორიცაა ბალთაზარ ბიკელი, აჩვენეს, რომ ყბის სტრუქტურის ამ თანდათანობითმა ცვლილებამ გააადვილა იმ ბგერების წარმოთქმა, რომლებიც ადრე თითქმის შეუძლებელი იყო. ადამიანის ყბის ევოლუციამ ჩვენი რაციონის ცვლილების შედეგად გადამწყვეტი როლი დაითამაშა მეტყველების განვითარებაში. დროთა განმავლობაში ამ მცირე ბიოლოგიურმა ცვლილებებმა წარუშლელი კვალი დატოვა იმ ბგერებზე, რომლებსაც დღეს ვიყენებთ.